საერთაშორისო სამშენებლო კომპანია Macro Construction-ის პროექტი მწვანე ბუდაპეშტი 1 წლისაა. იუბილეისადმი მიძღვნილ საღამოს კომპლექსის მობინადრეები, სამთავრობო სტრუქტურისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და კომპანიის პარტნიორები დაესწრნენ. Macro Construction-ი ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს და დღემდე 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა საქართველოში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით Macro Construction-ი შედის უმსხვილეს ინვესტორთა ათეულში. მისი ორი პროექტით, ერთი მწვანე ბუდაპეშტი და სასტუმრო მერკური თბილისით, სადაც 16 მილიონი დოლარის ინვესტირება განხორციელდა. ხარისხი ჩვენთვის პრიორიტეტულია. პროექტი მწვანე ბუდაპეშტიც უმაღლესი დონის ევროპული მასალითაა შექმნილი. ჩვენ მზად ვართ მეტი ინვესტიცია ჩავდოთ ქართულ პროექტებში, რათა მშენებლობის მაღალი ხარისხი გაჩვენოთ. საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე ბუდაპეშტი Macro Construction-ის ყველაზე მასშტაბური 45 მილიონ დოლარიანი ინვესტიციაა. პროექტში 3500 კვადრატული მეტრი რეკრეაციულ ზონას ეთმობა, რაც მობინადრეებს მაქსიმალურ კომფორტს უქმნის. პროექტი გაშენებულია 11700 კვადრატულ მეტრზე. სულ არის 4 საცხოვრებელი ბლოკი და 351 ბინა. ჩვენ ბინებს ვაბარებთ მხოლოდ დასრულებული რემონტით, სამზარეულოს ავეჯით, ჩაშენებული ტექნიკითა და აბაზანის სრული გარნიტურით. საღამოზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მწვანე ბუდაპეშტის ეგრეთ წოდებული შოურუმი დაეთვალიერებინათ, რომელიც კომპანიის სანიმუშო ბინას წარმოადგენს. ჩვენი კომპანია კვლავაც აგრძელებს საქართველოს ეკონომიკაში დაბანდებას. აქვე მინდა გაგიმხილოთ, რომ ჩვენ შევისყიდეთ 7 ჰექტარი მიწა, სადაც ვგეგმავთ საცხოვრებელი უბნის მშენებლობას. პროექტის ფარგლებში კომპანია აპირებს 160 მილიონი დოლარის ინვესტირებას. კომპანია Macro Construction-ში 400-მდე ადამიანია დასაქმებული და მათი რიცხვი პროექტების მზრდასთან ერთად ეტაპობრივად მატულობს.